მშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. ეკონომიკის გაჯანსაღება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და დასაქმების გაზრდა. სამპუნქტიანი გეგმა ეკონომიკის გადასარჩენად, სოფლის მეურნეობის განვითარების და ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამები. ინიციატივები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს წარუდგინა. საქართველოს პრეზიდენტის მეხუთე ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება უკვე დასრულდა. დღევანდელი გამოსვლა ის პირველი შემთხვევა იყო, როცა პარლამენტს პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა 5 თვის შუალედში მეორედ მოუწია. იმ მიზეზით, რომ უკვე ტრადიციად დამკვიდრებული მიმართვა საგაზაფხულო სესიის გახსნისას პრეზიდენტმა შარშან ჩააგდო და მაისში არჩეული პარლამენტის დეპუტატებს სექტემბერში მიმართა. დღეს წინა სამი გამოსვლისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილმა პრეცედენტი დაუშვა და თავისი გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატებსაც დაესწრო. როგორ აფასებენ დეპუტატები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის წლევანდელ საანგარიშო მოხსენებას? დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. პრეზიდენტის წლიური ანგარიში და დებატები 4 წლიანი პაუზის შემდეგ. რა პრიორიტეტები აქვს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და როგორ აფასებს პარლამენტი პრეზიდენტის გამოსვლას? სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებს მონაწილეობას სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ თვეში 5 ლარიანი სადაზღვევო პაკეტების დაფინანსებაში. ამ 5 ლარიდან 3 ლარს და 35 ცენტს გადაიხდის სახელმწიფო. მოქალაქეს შეიძლება უფასოდ მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, გაიაროს სამედიცინო გამოკვლევები პოლიკლინიკაში და გაიკეთოს 5000 ლარამდე ღირებულების გადაუდებელი ოპერაციები. ამას მართლაც მეგონი ქვია რევოლუციური გარღვევა და გარდატეხა ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში. აცნობიერებს თუ არა ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა და საქართველოს პრეზიდენტი თავის პასუხისმგებლობას იმაში, რომ საქართველოს ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს განუზომელი ზიანი მიადგა 2008 წლის აგვისტოში. ეკონომიკის გაჯანსაღება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დასაქმების გაზრდა და ხელმისაწვდომი დაზღვევა. ხელისუფლების ახალი ინიციატივები, მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის სტუმრები დღეს იქნებიან გიორგი თარგამაძე, გიგი წერეთელი, გია თორთლაძე, გურამ ჩახვაძე, რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი. თუმცა სანამ უშუალოდ შეფასებებს ამ სტუდიაში მოვისმენთ, მანამდე შეგვიძლია მოვისმენთ ის შეფასებები, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლისა და დებატების დასრულების შემდეგ გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი ჟურნალისტი მაკა გაფრინდაშვილი მუშაობს პარლამენტში, ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. მაკა, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა, ნახევარი საათის წინ დასრულდა სხდომა პარლამენტში და მისი გაგრძელება უვადოდ საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ცხადი აღმოჩნდა, რომ არ ეყოფოდა დრო და შეკითხვების რაოდენობა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს პასუხი უნდა გაეცა. ფრაქციების თავმჯდომარეებს დებატებისთვის დაეთმო 15 წუთი, შესაბამისად 1 საათს გაგრძელდა ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რის შემდეგაც მათ შეკითხვებს უპასუხა პრეზიდენტმა და ამ პასუხების გაცემისათვის მას ზუსტად 45 წუთი დასჭირდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებას უცოტა ხნის წინ გააკეთეს პირველი შეფასებები დებატების დასრულების შემდეგ და მათ განაცხადეს, რომ საინტერესო იყო და შინაარსიანი, ასევე საქმიანი პრეზიდენტის დღევანდელი მოსვლა პარლამენტში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სწორედ სოციალურ თემატიკაზე გააკეთა აქცენტი და სოციალურ პრობლემებზე, სიხარიბის დაძლევა, სოფლისათვის დახმარება, ახალი ეკონომიკური პროგრამა, ეს ის თემებია, რომელზეც პრეზიდენტი და შემდგომ უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობენ, რაც ეხება მათ დამოკიდებულებას ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენელთა გამოსვლების მიმართ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციამ მომზადებული სიტყვა წაიკითხა დღევანდელ დღეს და ეს არ იყო გამოხმაურება პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაზე. იმისა, რომ ეს დღე აშკარად იყო ძალიან წარმატებული საპარლამენტო დემოკრატიის თვალსაზრისით და მისი გაღრმავების, ასევე ვთვლი, რომ საზოგადოებაც იქნება კმაყოფილი, ვინაიდან პრეზიდენტის გამოსვლაში იყო მათთვის ბევრი სასიამოვნო სიახლე. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ზოგადად იყო წარმატებული. დღეს პარლამენტში ყველა იმ საკითხზე იყო საუბარი და ყველა იმ ადამიანის ინტერესის სფერო, რომელიც ემხრობა ხელისუფლებას, არ ემხრობა ხელისუფლებას, ჰქონდა საშუალება დღეს ქართულ საზოგადოებას ნამდვილი დებატებისთვის ეხურებია და ჰქონდა საშუალება მოესმინა თუ როგორ ფიქრობს ქვეყნის ხელისუფლება, ქვეყნის პრეზიდენტი ამ პრობლემების მოგვარებას. ძალიან საინტერესო განხილვა იყო. ბევრი ბრალდება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ, არ იყო სამართლიანი, მე პირდაპირ მინდა ვთქვა. არ ეფუძნებოდა ფაქტებს, ხშირ შემთხვევაში გაყალბებული იყო ეს ფაქტები
იყო ზოგიერთი ტყუილიც, მაგრამ არაუშავს, ეს არის პოლიტიკური დებატები, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და რაც მთავარია, ყველაფერზე ამაზე პასუხი გვაქვს. საპარლამენტო ოპოზიციის ორმა წარმომადგენელმა დატოვა დღეს სხდომათა დარბაზი და დებატებს არ დასწრებია. ორივე მათგანი დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. ესენი არიან ჯონდი ბაღათურია და პეტრე მამრაძე. ჯონდი ბაღათურიამ დარბაზი დატოვა ჯერ კიდევ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე იმ მოტივით, რომ მას არ მისცეს, ვინაიდან რეგლამენტით ეს არ არის გათვალისწინებული, სიტყვით გამოსვლის საშუალება. რაც ეხება პეტრე მამრაძეს, იგი დარბაზიდან გავიდა პრეზიდენტის სიტყვის დასრულების შემდეგ. სახელმწიფო რანგში აყვანილი ვაჭრობა პოლიტიკური ჩემი აქ 5 წუთიან გამოსვლაზე დამთავრდა უშედეგოდ. ბიურო მიიღო გადაწყვეტილება, მე ხელმოწერები უნდა ვაგროვო თურმე დარბაზში, მე მიაჩნია ბავშვურ გადაწყვეტილება, ჩვენ აქ საბავშვო ბაღში არ ვართ, პარლამენტში ვართ და რადგან პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს სურვილი ჩემგან სიმართლის მოსმენის, ძალიან სამართლიანია რომ არც მე მქონდეს მათი მოსმენის სურვილი, მე მათ განუცხადე და პროტესტ ნიშნად დავტოვე დარბაზი. აღარც ერთი სიტყვა აღარ იყო ნათქვამი იმ შემდგომ დემოკრატიზაციაზე, კანონის უზენაესობაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ყველაფერზე იმაზე, რადგან პრეზიდენტი ილაპარაკა შარშან შემოდგომაზე, ასე მოსულმა პარლამენტში და რადგან ილაპარაკა შემდეგ გაეროს ტრიბუნიდან. იმაზე, რომ ვარდების რევოლუციაზე უფრო ძლიერი რევოლუცია უნდა მოხდეს ამ დემოკრატიზაციის დარგში. ეს მე ვფიქრობ, დასაფიქრებელი არის. ტრადიციულად კრიტიკულია არასაპარლამენტო ოპოზიცია. ახლებისა და რესპუბლიკელების გაერთიანებული მოძრაობა ამბობს, რომ ისინი კონკრეტულ კომენტარებს აღარ აკეთებენ, ვინაიდან მათმა წარმომადგენლებმა, ახალგაზრდული პარტიების წარმომადგენლებმა უკვე გამოთქვეს უფროსი თაობის პოლიტიკოსების მოსაზრება. რესპუბლიკელებისა და ახლების ახალგაზრდულმა საზოგადოებამ შეგახსენეთ, რომ დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა. კრიტიკულები არიან არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც. ვაპირებ შეფასებას, იმიტომ რომ ეს არის სააკაშვილის თვითგადარჩენის კამპანია, მათ შორის ვითომ დემოკრატიული ახალი სიოს თვალსაზრისით. ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი ალიანსისა გამოხატეს ჩვენმა ახალგაზრდებმა დღეს საპროტესტო აქციით და შეაფასეს სააკაშვილის ბოლო ანგარიშად. ეს კაპიტულიანტური მოხსენება სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ მისი ხედვა, ისევე როგორც ვერცერთ წინა მოხსენებაში, ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემებზე. საქართველოს დღეს აწუხებს მთავარი პრობლემა არის ომის შემდგომ საქართველოში, როგორ შეძლებს საქართველოს დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. პრეზიდენტმა ისაუბრა 15 წუთი იმაზე, თუ როგორ მოხდება ჯანმრთელობის დაზღვევის პოლიციების გაცემა და დაუთმო ზუსტად 6 წამი ტერიტორიული მთლიანობის პროგრამას. თავიანთ მოსაზრებებს ჩვენს ეთერში გადაცემის განმავლობაში პარლამენტიდან დააფიქსირებენ საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და ნათია რამდენადაც ვიცი სტუდიიდანაც იქნება საპარლამენტო ოპოზიციის პასუხები ჩვენი გადაცემის შეკითხვებზე. დიდი მადლობა მაკა, აუცილებლად ისაუბრებს ჩვენ სტუდიაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალის წარმომადგენლის კომენტარებსაც მოვისმენთ. მაყურებელს კი წარუდგენ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. საღამშვიდობის ბატონო გიორგი. ყველაზე მაღალი ხარისხის საპარლამენტო დებატები, ასე უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ დღეს საქართველოს პარლამენტში. თქვენი გამოსვლა დღეს პირადად თქვენი იყო საკმაოდ მწვავე. შედგა თუ არა დებატები? დებატები შედგა, ჩვენს ამოცანას პირველ ამოცანას წარმოადგენდა, რომ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტში აღმდგარი იყო პოლიტიკური პლურალიზმი უშუალოდ პრეზიდენტის მონაწილეობით. სამწუხაროდ ეს ტრადიცია წლების განმავლობაში იქნა დაკარგული და თავისთავად ის ფაქტი, რომ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა და დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოხსენების პარალელურად საზოგადოებას ჰქონდა საშუალება მისივე თანდასწრებით მოესმინა ჩვენი შეფასებები, შეხედულებები, ინიციატივები და ამის შემდეგ უკვე პრეზიდენტის პასუხები. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პლურალიზმის შეჯიბრობათობის კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის სწორედ ეს. ეს იყო თქვენი ინიციატივა, ანუ თქვენი მოლოდინი ამ ხრო ეს იყო ჩვენი ინიციატივა და ძალიან კარგია, რომ ეს მოხერხდა. ასე რომ ამ ნაწილში მაყოფილი ვარ. რაც შეეხება სხვა ნაწილს, კარგია, რომ ჩვენ მივახციეთ ამას და იქნება კიდევ უფრო უკეთესი, თუ კი საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება არა მარტო მოусმენს ოპოზიციას, არამედ ყურსაც დაუგდებს და გაიზიარებს იმ არგუმენტირებულ და მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ რჩევებს იქნება ეს წინადადებებს თუ ინიციატივებს, რომელიც საკმაოდ უხვად იყო წარმოდგენილი დღევანდელი საპარლამენტო გამოსვლების დროს. მოლოდინი გამართლდა, დებატებით შედგა. მოდი დღევანდელი დღიდან გამომდინარე თუ შეიძლება ვისაუბროთ, რა შედეგი დადგა? ანუ რამდენად საქმიანი და რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს ეს? პოლიტიკა რა არის? არის მუდმივი კონკურენცია.
პოლიტიკაში საჯაროდ ხალხმა უნდა უყუროს შენსა და მართლ პოლიტიკურ ძალას ან შენსა და სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ ორგანიზაციებს შორის რა განსხვავებაა. როგორ უნდა ნახოს ეს ყველაფერი? მარტო საგაზეთო შეფასებებით თუ ასე შემდეგ, ეს უნდა ნახოს ღიად, საჯაროდ და მე ვფიქრობ დღეს საზოგადოებას ჰქონდა ამის საშუალება, რადგან ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ტრიბუნა არის სწორედ პარლამენტში და ჩვენ ამ ტრიბუნას აქტიურად ვიყენებთ. სხვა დროს არანაკლებ აქტიურები ვარ და არანაკლებ კრიტიკულები, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს არის ის დღე, როდესაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ხდება ფოკუსირება თუნდაც მედია საშუალებების თუ საზოგადოების მხრიდან საქართველოს პარლამენტის დარბაზში. ჩვენ ეს გამოვიყენეთ, კარგი გაგებით გამოვიყენეთ და მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თუ ეს ტრადიცია საბოლოოდ დამკვიდრდება საქართველოს პარლამენტში. ხას უსვარო უკმაყოფილების ეს ნაწილი ჩვენი გამოიხატება თავად დებატებისთან დაკავშირებით, რომ ეს შედგა, რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, რაც შეეხება მის პასუხებს, ეს ცალკე თემაა და თუ კითხვები გექნება, აუცილებლად ვისაუბრებთ. პრობლემა მე ერთ რამეს დავკონკრეტეთ, საინტერესო თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ როდესაც თქვენ მოგეცეთ საშუალება გამოსვლის, სწორედ შემდეგ მოვისმინეთ ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გამოსვლა. თავად გოკა გაბაშულმაც და პეტრე ცისკარიშვილმაც დღეს განაცხადეს, რომ საფუძვლიანი კრიტიკის არგუმენტები და საფუძველი უფრო სწორად კრიტიკისა არ ქონდა დღეს საპარლამენტო ოპოზიციას. ეს საზოგადოება უნდა შეაფასოს, მედიამ უნდა შეაფასოს, ანალიტიკოსებმა უნდა შეაფასოთ. ჩემთვის თავისთავად ერთი პლუსი ნამდვილად იყო დღეს, როდესაც როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე სხვათა შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც არ დარღვეულა და არ გადახლახულა ის წითელი ხაზები, რომელიც კორექტულობის ფარგლებს ხდება და პიროვნულ შეურაცხყოფაში შეიძლება გადადიოდეს. ჩვენთვის ქრისტიან დემოკრატებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტების ამ განცხადებებს არ ვეთანხმები და თუ კი მექნება დრო, მე შემიძლია ჩამოვთვალო როგორც ჩვენი ბრალდებები, ასევე არგუმენტებიც, რომელიც მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო, თუმცა დღეს კიდევ უფრო მეტი საშუალება ჰქონდა ჩვენი პოზიციების დასაბუთების. სხვათა შორის საინტერესო ერთი დეტალი, ეს შეიძლება იყოს ჩემი შეფასება, მაგრამ არ მგონია, იმიტომ რომ თქვენი გამოსვლა მართლაც საკმაოდ მწვავე იყო და თქვენი ტონით საუბრის და შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტისთვის რამდენიც ეს ჩანდა ტელეეკრანიდან საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა თქვენი ასეთი მწვავე კრიტიკა. არ ამგონია პრეზიდენტი სააკაშვილი მე მიცნობ საკმაოდ დიდი ხანია. სხვათა შორის იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც მე ისევ ამ ტრიბუნაზე ვიდექი სადაც დღეს და პრეზიდენტი სააკაშვილი როგორც მაშინ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე და ასე შემდეგ სახელისუფლებელ ტრიბუნას იკავებდა სწორედ შევარდნაძის ლანდის ქვეშ. ამიტომ დღეს ჩემი გამოსვლა უკავშირდებოდა სწორედ იმ პარალელების გავლებას, რომელიც ძალიან ცუდ ანალოგიებს გვიტივტივებს ხოლმე გონებაში და უკავშირდება სწორედ იმას, რაც მე ვთქვი ჩემი გამოსვლის დასაწყისშივე. მე მოვიყვანე ესეთი ხატოვანი მაგალითი, როდესაც დათო თუთაშხიას ძალიან ცნობილი ყველა ქართველისთვის ჩვენს თანამედროვე სახარებად ქცეული წიგნია და ხატოვანი გამოთქმები ხდომადელის ხდომა საკმაოდ გამოჩვეულია. მეომარი თუთაშხა მისი დამარცხების შემდეგ თავად გადაიქცა ურჩხულად. ჩვენ ეს საფრთხე არათუ დავინახეთ, ამ რეალობაში აღმოჩნდით. დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, სიტყვის თავისუფლების ლოზუნგებით მოსული ხელისუფლება თავად იქცა ხელისუფლების მიმთვისებლად და უზურპატორად. დღეს მე ამ თემაზე ვისაუბრე. ვისაუბრე არა ღვარძლით, არა შურით, არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, არამედ სწორედ იმის გამო, რომ თუნდაც პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში. ჩვენ არ გვინდა განმეორდეს ის, რაც განმეორდა წინა პრეზიდენტების შემთხვევაში. ამიტომ ჩვენი რჩევა, ჩვენი კეთილი სურვილი მიმართული არის ამ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების მიერ გამოსავლის პოვნაზე. და როდესაც დღეს პრეზიდენტი თავისი გამოსვლის პერიოდში ძირითადად საუბრობდა მხოლოდ ეკონომიკურ, სოციალურ პრობლემებზე, დასაქმებაზე, რაც სწორია, და ჩვენ ქრისტიან დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორედ ის პრობლემები, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის არის განსაკუთრებულად აქტუალური: უმუშევრობა, პენსიების სიმწირე, წამლების სიძვირე, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა, პოლიკლინიკებში შექმნილი პრობლემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სოფლის პრობლემები და ასე შემდეგ. ჩვენ ამ თემებზე მუდმივად საუბრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ იყო პრეზიდენტის გამოსვლა, ეს იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. პრეზიდენტის გამოსვლა იქნებოდა სრულყოფილი, თუ კი ასეთივე და ცოტა უფრო მეტ დროს და უფრო არგუმენტირებულს დაუთმობდა სწორედაც ქვეყნის პოლიტიკურ პრობლემებს. ეს ეხება როგორც საგარეო საფრთხეებს, ეს ეხება შიდა პოლიტიკურ სიტუაციას და პოლიტიკური რეფორმების აუცილებლობას. სად არის ის დაპირებული დემოკრატიის მეორე ტალღა, რომელზეც ამავე დარბაზში მის მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა. მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი ბატონ გიორგი ის
პრობლემები, იმ სირთულეების გადაჭრის გზები, რომელზეც დღეს საუბრობდა პრეზიდენტი ეკონომიკური კრიზისის პირობებში. იმიტომაც საუბრობდა, რადგან განსხვავებით სხვათა შორის ბევრი პოლიტიკური ორგანიზაციისაგან, სოციოლოგია მართველი პოლიტიკური ძალისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის უცხოხილი არ არის. თუ ჩვენ ჩავხედავთ რეალურად საზოგადოების პრობლემებს, თავად რა მიაჩნიათ ყველაზე აქტუალურად, თანმიმდევრულად სწორედ ეს თემები იყო დალაგებული. უმუშევრობა, ჯანდაცვა და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხი ხვდება და საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე უკვე საკმაოდ მაღალ ხარისხში არის ასული, რომ რაც არ უნდა კარგი განზრახვები ჰქონდეს ხელისუფლებას და რაც არ უნდა სწორი პოლიტიკა ეკავოს. თუმცა ამ მიმართებითაც ჩვენი კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვით დღევანდელ სხდომაზეც. შეუძლებელი იქნება მისი ეფექტური გატარება და შეუძლებელი იქნება ეს პოლიტიკა იყოს პროდუქტიული, თუ კი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა არ იქნება შენარჩუნებული. და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას სჭირდება როგორც საგარეო საფრთხეების თავიდან აცილება და განეიტრალება, ასევე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური რეფორმების დაწყება. სჭირდება რეალური ნაბიჯის გადადგმა იქითკენ, რომ ერთი ადამიანის ხელში არ იყოს კონცენტრირებული მთელი ხელისუფლება, რაც სხვათა შორის არ არის მარტო მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურება, არამედ იმ მთელი პოლიტიკური გუნდისა, რომელმაც თავის დროზე მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში და შემდეგ წლების განმავლობაში დიდი რამბების სიმღერაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს და ფარდაგებს უგებდა სხვათა შორის საპარლამენტო გამოსვლების დროს. იქნებ უფრო თქვენ დღეს თქვენს გამოსვლაშიც ახსენეთ, რომ საქართველოს უნდა იყოს ერთმართველი პრეზიდენტის გარეშე, ვიდრე ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს არ დაუსრულებია მოღვაწეობა უკეთეს შემთხვევაში შევარდნაძის მსგავსად. ინიციატივა მმართველობის სისტემის შეცვლაზე. საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენიათ ამის განხორციელება? ანუ ეს არის გათვლილი მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ამოწყურავს თავის საპრეზიდენტო ვადას თუ როგორ? ეს არის გათვლები საიმისოდ, რომ ქვეყანაში მოხდეს ევოლუცია და არა რევოლუცია. ჩვენ ვართ ქრისტიანი დემოკრატები და ყველა ჩემი მოქმედება ეფუძნება სამთავარ პრინციპს. თავისუფლებას, სოლიდარობას და სამართლიანობას, მაგრამ მოქმედებაში, ტაქტიკაში ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ქრისტიანული მორალი და ის მიდგომები, რომელიც გამორიცხავს ყველანაირ ძალადობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევოლუციური განვითარებისათვის ქვეყანაში მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილებების მთავარი წინაპირობა ეს არის სისტემური ცვლილებების განხორციელება. სააკაშვილი არ არის მთავარი პრობლემა. როგორ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ სისტემური ცვლილებების მთავარი პრობლემა არის სისტემა, რომელიც აძლევს საშუალებას სააკაშვილს ან ახალმიშას, ან ძველ შევარდნაძეს, რომ მთელი ძალაუფლება საკუთარ ხელში მოაქციოს. აი ეს სისტემა უნდა შევცვალოთ და სააკაშვილს აქვს ამის გაკეთების შანსი, რადგან ის არის პრეზიდენტი, ის ფლობს დღეს საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას და ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში, სადაც საზოგადოებაც გახდება აქტიური მონაწილე ამ კონსტრუქციული დიალოგისა, მას შეუძლია ასეთი ტიპის რეალურ და არა ფასადურ ცვლილებებს დაუდოს საფუძველი. მას ეს შანსი აქვს და მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ანუ თქვენი ინიციატივა მალევე დაიწყოს ამ კონკრეტულ საკითხზე მუშაობა. ჩვენი ინიციატივა თქვენ მოისმინთ, უკავშირდება მათ შორის ახალი საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, რომელთაც ფაქტობრივად მოხდება მთლიანი გადახედვა საქართველოს კონსტიტუციის და ჩვენი აზრით, ქრისტიანი დემოკრატების აზრით, საერთოდ მართებული იქნება ქვეყნის ახალ კონსტიტუციაზე ზრუნვის დაწყება. ეს არ არის ერთი კვირის ან ერთი თვის და ორი თვის საქმე, მაგრამ რეალურად ჩვენ ამას ვკარნახობს, რაც დროულად დავიწყებთ სისტემას ანჭებთ ამ შემთხვევაში პირატესობა დღეს გურამ ჩახალძემაც ახსენა კონსტიტუციური მონარქიას ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის საზოგადოების თვითორგანიზების ყველაზე იდეალური ფორმა, თუმცა ხვდებით იმ რეალობას, რომელიც დღესდღეობით არის ქვეყანაში, იმ ტრადიციის წყვეტიდან გამოწვეულ პრობლემებს, რომელიც უკავშირდება ამ იდეის განხორციელებას და მიგვაჩნია რომ პირველი და ძალიან სერიოზული ნაბიჯი ერთის მხრივ კონსტიტუციური მონარქიისკენ სulis კუთხით და მეორეს მხრივ მკვეთრად ცენტრალიზებული, უზურპირებული ერთი კაცის ხელში მყოფი ხელისუფლების ჩასანაცვლებლად ეს არის სწორედ საპარლამენტო მართვის მოდელზე ქვეყნის გადასვლა. ეს არის ის, როდესაც ხელისუფლება არის ისე დანაწილებული, რომ ყველა ცალკეშტო ერთმანეთს აკონტროლებს და არ აძლევს საშუალებას ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის უზურპაციის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას, ახლა გვაქვს პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან პირველი თემის შეკითხვებს უპასუხებს ფრაქცია ძლიერი საქართველოს ხელმძღვანელი გია თორთლაძე. საღამომშვიდობის ბატონო გია. საღამომშვიდობის. თქვენი გამოსვლისას თქვენ ძირითადად წარმოადგენთ თქვენი ხედვა, ინიციატივები თუ რა იქნებოდა უმჯობესი თქვენი აზრით, რომ განხორციელებულიყო ქვეყანაში. გქონდათ თუ არა კონკრეტული შენიშვნები უშუალოდ პრეზიდენტის გამოსვლისას გამოთქმულ მოსაზრებებთან?
პრეზიდენტის გამოთქმულ მოსაზრებებთან ესეთი პირდაპირი შეხება შეიძლება არ ქონდა ჩემ გამოსვლას, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, არა იმაზე, რაზე საუბრობდა პრეზიდენტი და არა იმაზე, რაც გეგმავს პრეზიდენტი, არა იმაზე, რაც თავშოთ ჩათვალა უკვე წარმატებულია და გააკეთა. არამედ ვისაუბრეთ იმაზე, რა არის გასაკეთებელი. და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ეკონომიკასთან მიმართებაში, სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში, საერთოდ ზოგადად პატიმრებთან დაკავშირებით, დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან, დაკავშირებული განათლების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ მე შევთავაზეთ რამოდენიმე საინტერესო ინიციატივა. ეს არის დაკავშირებული ერთი სწორედ აი ამ მედიის სახთან დაკავშირებით ინიციატივა, მეორე ეს შეიძლება რამოდენიმე ვარიანტი არსებობდეს და აქედან გამომდინარე რომელიც უფრო მისაღები იქნება დავუშვათ ორივე მხარისთვის შეიძლება და ამაზე შეთანხმებას მოხდეს. აქედან გამომდინარე ჩვენ თქვით რომ ნებული დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები. მე ვერ გეტყვი. დღევანდელი მოხსენების ფორმატი რამდენად გაძლევთ ამის საფუძველს? არა, ამის საფუძველს ეს ფორმატი რა თქმა უნდა მე არ მაძლევს, ეხლა რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება და ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩვენ ასე ვთქვათ, რაც ჩვენ თქვით და ასე ვთქვათ, რაზეც ჩვენ გავაკეთეთ აქცენტები, მაგრამ ანტიკრიზისის საბჭოს ფორმატში, სხვა ფორმატებშიც კიდე რომლის საშუალებაც ჩვენ პარლამენტში გვაქვს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ამ თითოეულ საკითხს, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს გადარჩენის ვერკეტი, ეს არის საკითხები, რომლებმაც შეიძლება გამოიყვანოს საქართველოს ჩიხიდან. ეს არის საკითხები, რომლის გადაჭრის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მოიპოვოთ ძალიან სერიოზული, ბევრად უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა და აი სწორედ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიჭრას თუ საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ ღიად და ბევრად უფრო აქტიურად დაგვიჭერენ მხარს. ეს დამოკიდებულია ჩვენ ქმედებებზე, ეს დამოკიდებულია ჩვენ გადაწყვეტილებებზე, ეს არის დაკავშირებული პირდაპირ სწორედ იმ საკითხებთან, რომლის საკითხებზე ჩვენ დავსვით და გავაჟღერეთ. ამიტომ მე რა თქმა უნდა არ მქონია იმის ილუზია, რომ ეხლა ყველა ჩვენ დაყენებულ საკითხზე პასუხს გაგვცემდა ახლა პრეზიდენტი და იმ წუთშივე და იქვე გადაწყდებოდა ეს პრინციპში უმეტეს საკითხებისა, რომელიც მე დავსვი, ეს არის ინსტიტუციონალური მოწყობასთან დაკავშირებული, ეს არის დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებული, ამიტომ ეს საკითხები საჭიროებს ძალიან ბევრ მუშაობას, მაგრამ მე დღეს დავსვი ასევე კონკრეტული ინიციატივები, რომელიც შეიძლება კეთილინებით გადაწყვეტილი ყოფილიყო. ბატონ გია, რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დასმულ ინიციატივებს, პროგრამა რამდენიმე პუნქტიანი ეკონომიკის გაჯანსაღებისა და გადარჩენისთვის, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დასაქმების გაზრდა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამა, ხელმისაწვდომი დაღზღობის პროგრამა, თუნდაც ეს სოციალური და ჯანდაცვის საკითხები ერთ-ერთი თემაა, რომლის წინა პლანზე წამოწევა ძალიან ხშირად ითხოვდა არასაპარლამენტო ოპოზიცია. რამდენად მისაღებია ის არგუმენტები, პრობლემის გადაჭრის ის გზები, რომელიც დღეს დეპუტატებს წარმოგიდგინათ პრეზიდენტმა? ჩვენ მოვისმინეთ ზოგადი კონცეფცია ამ მიმართულებებთან დაკავშირებით, ჩვენ არ მოგვისმინია კონკრეტულად გაწერილი გეგმა. მაგრამ მე სწორედ ამიტომ აღარ გავაკეთე აქცენტი ჩემ გამოსვლაში, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგანაც პრეზიდენტმა უკვე გააკეთა ამაზე ასე ვთქვათ თავის კომენტარი და მან თქვა თავის მოხსენებაში, რომ აპირებენ ამის და ამ მიმართულებების ასე ვთქვათ გამოსწორებას კი რა და საერთოდ ახალი მიმართულებების დანერგოსაც კი. ამიტომ მე ვარ საერთოდ პრაგმატული ადამიანი და მე ყოველთვის ველოდები შედეგს. ჩვენ გვექნება საკმაისი დრო იმისათვის, რომ დავინახოთ ეს რეფორმები, ეს მიმართულებები როგორ გავითარდება და რა გზით წავა ეს ყველაფერი, ასე თქვა პრეზიდენტმა. მაგრამ მე ვერ მოვისმინე, ასე ვთქვათ, ძალიან მკაფიო პასუხები იმაზე, რაც ჩვენ თქვით და რა საკითხები ჩვენ დავაყენებთ. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვარ მოუსვენელი ადამიანი და მე ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი, ამიტომ მე არასდროს არ მივანებებ თავს იმ საკითხებს, რომელსაც ვთვლი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები და ეს არის ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საკითხებს დავაყენებთ ანტიკრიზისის საბჭოში, სხვა შეხვედრებზეც პარლამენტსაც გამოვიყენებთ ამისთვის და ნებისმიერ შეხვედრას, რომელიც ჩვენ მოგვიხდება უახლოეს პერიოდში ხელისუფლებაში. ბატონ გია, და დასასრულს კიდევ ერთი შეკითხვა. არასაპარლამენტო ოპოზიცია დღევანდელი სხდომის და დღევანდელი დებატების მიმართ იყოს საკმაოდ სკეპტიკურად განწყობილი და ისინი აცხადებდნენ, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური ძალები ნამდვილად ვერ გაუწევდნენ ღირსეულ ოპონირებას საქართველოს პრეზიდენტს და თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს. რა სიტყოდით ამაზე, რამდენად მოახერხეთ გაგეწიათ ღირსეული ოპონირება?
მოდით იცით რა მე ჩემ თავზე ვერ ვილაპარაკებ და ვერც ჩემი კოლეგებზე რომლებიც რომელთანაც უსიასობაში ვიმყოფები ამჟამად. და გადაწყვიტოს ხალხმა. რა ვიცი შეიძლება ჩვენ რაღაც საკითხები გამოგჩა, მაგრამ მე ვფიქრობ არც ერთი ძირეული საკითხი რაც დღეს აწუხებს სახელმწიფოს, ანუ მოსახლეობას, არც ერთი მნიშვნელოვანი რამ, რადგან ჩვენ მუდმივად საუბრობთ მოსახლეობასთან, ჩვენ დღეში დაახლოებით 40-50 წელი შემოგვდის ძალიან ბევრ ხალხს ხვდებით. ამიტომ სწორედ აქედან გამომდინარე საუბრობ ჩვენ აი მმართველობებზე ვისაუბრეთ, რა მმართველობებზე ჩვენ ვისაუბრეთ დღეს არა, ჩვენ გამოსვლაში. ამიტომ ეგ საზოგადოებამ განსაზღვროს, რამდენად კრიტიკულები ვიყავით, რამდენად შევეხეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და ნუ მე საზოგადოება გააკეთოს დასკვნა, ასე ვთქვათ, ეს წინასწარ, ანუ ავანსად გაცემული მათი წინასწარი ხედვები, ეს ხილვები, როგორც ჩანს, ალბათ უფრო ხილვები უნდა არ ვქვა, იმიტომ რომ წინასწარ საიდან იცოდნენ ვინ რა განცხადებას გააკეთებდა, ამიტომ ეს უფრო ხილვები არის და ან მათი სურვილები, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტად წარმდგარიყო ამ გამოსვლებში. მე მიმინდვია ხალხისთვის და ხალხმა გადაწყვიტოს ვინ როგორ და რა დოზით იყო კრიტიკული. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია პირველი თემის შეკითხვის პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან უმცირესობის წევრი ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე გია თორთლაძე პასუხობდა ჩვენი გადაცემის მომდევნო ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან დავით ზურაბიშვილი, გიგი წერეთელი, გურამ ჩახვაძე ჩაგურთობა ასევე პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან. დაგვალოდეთ ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნებით პირდაპირ ეთერში. პირველი თემა ყო პირდაპირ ეთერშია როგორია არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების შეფასება პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიშის მოსმენის შემდეგ პირველი თემის შეკითხვის პირდაპირ ეთერში რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი უპასუხებს ბატონ დავით საღამოშვიდობის. მოგესალმებით ნათია, მივესალმებით ტელემაყურებელს. ბატონ დავით გესმით ჩემი? კი, ძალიან კარგად. ბატონ დავით, მოისმინეთ თუ არა სრულად პრეზიდენტის მოხსენება და როგორია თქვენი შეფასება? მოისმინე, მე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო ანგარიში. ეს იყო პრინციპში გაკოტრებული ხელისუფალის გამოსვლა, რომელიც ცდილობს მოგვაჩვენოს, რომ მას კვლავ აქვს აქტივები და კვლავ შეუძლია რაღაცა სიტუაცია წაიყვანოს უკეთესობისკენ. რატომ არ იყო ანგარიში? ძალიან მარტივი ანგარიში ეს ძირითადად არის რა გააკეთა მან, რა ხდებოდა იმ პერიოდში ესე წინა გამოსვლიდან ამ გამოსვლამდე, რა ღონისძიებები გაატარა, რა ვერ შეძლო, რა შეძლო და ასე ვთქვათ ანგარიშის ჩაბარება ამორჩევლისთვის და პარლამენტისთვის და ამ შემთხვევაში ჩვენ მოვისმინეთ სოციალურ თემაზე რაღაც დაპირებები, საკმაოდ ბუნდოვანი, უნდა გითხრათ ზოგიერთი არც ისე ბუნდოვანი, მაგრამ აქ, როდესაც ვლაპარაკობთ აი დაპირებებზე და ძირითადად 99% იყო სწორედ აი ამ პლანში სოციალური დაპირებების კონტექსტში ყველაფერი, აქ არის ძალიან მარტივი. აქ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმის და მიხედვით, მანამდე როგორ იყო საქმე, ანუ მანამდე როგორ სრულდებოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილის და ამ ხელისუფლების დაპირებები, თუნდაც იგივე თემაზე, თუნდაც იგივე ჯანდაცვასთან დაკავშირებით, დასაქმებასთან დაკავშირებით. ჩვენ 5 წელია ეს გვესმის, 5 წელია ეს გვესმის, რომ სიღარიბე უნდა დამარცხდეს, 5 წელია გვესმის, რომ ვთქვათ დასაქმდეს ადამიანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შედეგი გვაქვს კატასტროფული და შედეგი გვაქვს უმძიმესი. აქედან გამომდინარე, არავითარი ნდობა მის მიმართ ვერ გვექნება. ეს ერთი, მეორე და ასევე მნიშვნელოვანი მომენტი. ერთია, როდესაც ამას ლაპარაკობს ადამიანი პარლამენტის კედლებში და მეორეა, როდესაც გახვალ გარეთ. და ჩვეულებრივ ახლა დავაკვირდებით რა ხდება ცხოვრებაში და ცხოვრებაში ხდება ისო, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს ბიზნესის თავისუფლებაზე დღეს, აი სწორედ დღეს, შეიძლება ამ წუთშიც ხდება ახლა თქვენ ლაპარაკობთ, კვლავ გრძელდება ბიზნესის დარეკეთება. დღეს ხელისუფლება ლაპარაკობს რაღაც ჯანდაცვაში გატარებული რეფორმებზე, რაღაც სამომავლო გეგმებზე და ჩვენ გვაქვს ჩაფლავებული 100 საავადმყოფოს პრობლემა, ჩვენ გვაქვს გაძვირებული წამლები, ჩვენ გვაქვს უამრავი პრობლემა მართულებით. ანუ ერთია, რასაც ლაპარაკობენ, საქმე არის მეორე. ის რასაც აპარაკობენ არის განკუთვნილი უფრო მეტად ეთყობა რაღაც მაყურებლისთვის, რომელსაც ასე გულწრფელად შეიძლება დაიჯეროს მისი ნათქვამი და ან საზღვარგარეთ რაღაც უცხოური ორგანიზაციებისთვის რომ აქ რაღაც დემოკრატიის ილუზია შეიქმნას. პოლიტიკა გრძელდება აბსოლუტურად იგივე, ყველა სფეროში. ბატონ დავით, როდესაც თქვენ დეპუტატის რანგში ისმენდით მიხეილ სააკაშვილის წლიურ საანგარიშო მოხსენებებს, მაშინ რამდენად იყო ეს ზუსტად წლიური ანგარიში? ჩვენი დამოკიდებულება იგივე წინა გამოსვლებთან დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილია. უბრალოდ მაშინ სხვადასხვა თემებს ეხებოდა ხოლმე. მაშინ უბრალოდ ის ცდილობდა შავი წარმოედგინა თეთრად, ანუ ესე იგი რაც კეთდებოდა, ის ყველაფერი წარმოედგინა, ეს არის უმაგალითო წარმატება და სულ წინსვლა გვაქვს. ნუ ამ წინსვლაში გამოვიდა ის, რომ ახლა აღმოჩნდით უკან 90-იანი წლების დასაწყისში და თუ უფრო უკან არა. ახლა ამ გამოსვლის ეს თავისებურება სწორედ ის იყო, რომ ახლა ნაკლებად ილაპარაკა გაკეთებულ საქმეებზე და უფრო გასცა დაპირებები, რომ ის რაღაც იქ დაასაქმებს უარ ადამიანს იქ რაღაც გადასცემს თავის რეზიდენციას, რაღაც გულუხობა გამოიჩინა პატრონო ბავშვებს თუ მტორულებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს დაპირებები არაფრით არ არის, იმიტომ რომ აქ უფრო მნიშვნელოვანია ვინ ამბობს.
ამას ვინ ამბობს მანამდე რა უკეთებია რა პოლიტიკას აწარმოება მანამდე და რა პოლიტიკა გრძელდება ახლაც აი ამ წუთში ბატონ დავით თუნდაც ის კონკრეტული ინიციატივები რომელიც წარმოადგინა მიხეილ სააკაშვილმა რა გაძლევთ იმის საფუძველს რომ დარწმუნებული იყოთ რომ ეს ინიციატივები არ შესრულდება თუნდაც ჯანდაცვის პროგრამა თუნდაც ეკონომიკის განვითარებისთვის წარმოდგენილი სამპუნქტიანი გეგმა შესრულდა აქამდე მისი დაპირებები გვაქვს დიდი საფუძველი ვივარაუდოთ რომ ასევე შესრულდება ანუ არ შესრულდება ის რაც მან ეხლა თქვა მე შემიძლია კონკრეტული ფაქტები მოვიყვანო ის ლაპარაკობდა დასაქმებაზე ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მაგალითად იგივე საპრეზიდენტო არჩევნების დროს საპარლამენტო არჩევნების დროს ბატონი სააკაშვილი დადიოდა უამრავ რეგიონში რაიონში ჭრიდა ლენტებს ხსნიდა რაღაც საწარმოებს აი მე მოგიტყვანთ რამდენიმე მაგალითს სულ ერთი რეგიონიდან აჭარის რეგიონიდან 2-3 ფაქტი მაქვს აგერ რომელიც გადამოწმება ყველა შეგვიძლია ძალიან მარტივად თქვენ გახსოვთ ხულოს სამკერვალო ფაბრიკა როდესაც იქ თურქი ინვესტორებზე იყო იქ კიდევ დადგა მუშების ფონდზე იყო ლაპარაკი ეს სამკერვალო ფაბრიკა რამდენიმე თვეში დაიხურა ასევე თქვენ გახსოვთ გოჩა სასოხოვის ციტრუსების გადამუშავებელი ქარხანა ქობულეთში სადაც მან ჩვენი დროის გმირი უწოდა იგივე გოჩა სასოხოს ნუ ეტყობა არ იცოდა ამ გამოთქმის მნიშვნელობა მთლად კარგად დღეს იგივე გოჩა სასოხოვი არის საქართველოსთან გაქცეული ეს ქარხანა არის დაყადაღებული იგივე თქვა ხელვაჩაურის რაიონში ახალ სოფელში სამკერვალო ფაბრიკა რომელიც საზეიმოდ გაიხსნა დაიხურა რამდენიმე თვეში მე ჩამონათვალე შემიძლია გავაგრძელო უსასრულოდ ანუ უამრავჯერ მოხდა რომ მან გახსნა საზეიმოდ რაღაც ლენტი გაჭრა იქ იყო რაღაც დიდი ლაპარაკი და შემდეგ ეს რამდენიმე თვეში იხურება აი ეს არის პრაქტიკა ეს არის ის რეალობა რომელშიც ცხოვრობთ როცა დასაქმებაზეა ლაპარაკი და დღეს ამ წუთში ხდება ადამიანების მასობრივი განთავისუფლება სამსახურიდან და გუშინ პარლამენტის წინ აქციაც კი გაიმართა ну ახლა რაზეა ლაპარაკი აქ რა საფუძველი გვაქვს რომ ამიტომ გამოსავალი არის ერთი ეხლა სამწუხაროდ აღარ არის ის მომენტი წასულია ის მომენტი სამწუხაროდ მე არ მინდოდა რაღაც რადიკალური გამოსვლა მქონოდა საერთოდ არა ვარ ბუნები და ზედადაბიარი მაგრამ ქვეყანაში არსებული ვითარება მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს ალბათ და ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ის დრო როდესაც შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად თუნდაც ოპონირების რეჟიმში რაღაც ცვლილებებით რაღაც სტრუქტურული ცვლილებებით რაღაც ეგ ვიღაც ადამიანების განთავისუფლებით სხვა ახალ კადრების მოყვანით რაღაცა სასიკეთო ცვლილებების გაკეთება იყო ამის შესაძლებლობა თუნდაც 2005 წელს როდესაც პირველად დაესწრო მიხეილ სააკაშვილი მაშინდელ პარლამენტთან მაშინ თქვენ იყავით ოპოზიციაში როცა პირველად დაესწრო დებატებს რა თქმა უნდა იყო ამის შესაძლებლობა 2005 წელსაც თქვენ წარმოიდგინეთ 2006 წელსაც იყო ამის შესაძლებლობა მაგრამ დღეს ამის შესაძლებლობა როდესაც ხელისუფლება თვითონ არის თავის მიერ ჩადენილი დანაშაულების ძევალი. როდესაც არის ეს გილგულიანის საქმე, როდესაც მას ყმარა მოუღია, როდესაც არის რობაქიძის ვაზაგაშვილის უამრავი ასეთ საქმეები, როდესაც არის საკუთრების წართმების უამრავი ფაქტი და არც ერთი მათგანი არ არის გამოძიებული და არ არის არც ერთი დანაშაული დასაჯებული. როცა 7 ნოემბერი იყო ქვეყანაში, როცა აგვისტოს კატასტროფა იყო ქვეყანაში. ეს დღეს არაერთხელ შეახსენეს მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა. მეც მინდა მას შევახსენო მისი გამოსვლა თუ გადაამით მინდა დავამცრულო ასე ვთქვა, თუ შეკითხვები გექნებათ კიდევ პასუხებ, მისივე გამოსვლა 2003 წელი თვალსაჩინო თბილისის საკრებულოში, როდესაც მე შევარდნაძისთან გამოვიდა და რაღაც პერიფრაზირება მინდა ასეთი გამოსვლის მოახმარო. დღეს ბატონო სააკაშვილმა ბრძანა რომ მან დაამარცხა ორგანიზებული დანაშაული მაგალითად. მე ვეთყოდი იმას, რომ ბატონო მიხეილ, თქვენ ორგანიზებული დანაშაული კი არ დაამარცხეთ. თქვენ ორგანიზებული დანაშაული გადაიტანეთ სახელმწიფო სტრუქტურებში და სახელმწიფო სტრუქტურები გახადეთ ორგანიზებული დანაშაულის ბუდეთ. თქვენ ბატონო მიხეილ დღეს გვერდში ყავთ მაგალითად ბანდიტი დათა ახალაია რომელიც დღესაც ატერორებს ბიზნესმენებს. თქვენ მეორე ბანდიტი მისი ძმა ბაჩო ახალაია დანიშნეთ თავდაცვის მინისტრის მოადგილე და მაგათი მამა კიდე როლანდ ახალაია ერთ ოჯახში ვლაპარაკო მარტო სკებზე შემიძლია ვილაპარაკო. ასევე არის ზუგდიდში და ასევე ატერორებს იქაურ ბიზნესს და ყველაფერი წინაშეა ჩამჯდარი. თქვენ ეს იცით ჩვენივრად ეს ხალხის ძმები ახალაიები არ დაბადებულან ბანდიტებად და არ ყოფილან ბანდიტები, როდესაც ისინი მოვიდნენ 2003 წელს. ისინი ბანდიტებად გახადით თქვენ, თქვენი მმართველობის სტილმა გახადა და ასე უამრავი ადამიანი ჩაითრიათ ამ დანაშაულებში. ამიტომ დღეს არის ერთადერთი გამოსავალი სიტუაცია და მე ნამდვილად კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ რაღაც ანგარიშწორებების, თუმცა სასამართლო სვერაცდება ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ასე რაღაც მასიური ანგარიშწორება იყოს, ეს არის გამორიცხული, მაგრამ იმდენი ადამიანი ჩაითრიათ თქვენ დღეს დანაშაულში და იქამდე მიიყვანეთ ქვეყანა. გამოსავალი არის ერთი. თქვენ უნდა წახვიდეთ ბატონო მიხეილ ხელისუფლებიდან, თქვენ უნდა წახვიდეთ თანამდებობიდან და ყველა ის ბანდიტი, რომელიც გარშემო მყავთ, ისევე გაქრება როგორც შარშანდელი თოვლი.
როდესაც ხელისუფლება, როდესაც ქვეყნის პირველი პირი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დღესაც ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ქვეყანაში აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, აუცილებელია ერთიანობა და პრეცედენტად არ უნდა იქცეს შარშან დაშვებული შეცდომაც უწოდეს ამას ერთხელ ხელისუფლების წარმომადგენლობა გულისხმობ ადამდელი არჩევნების დანიშნას. როგორ წარმოგიდგენიათ ერთიანობა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება თუნდაც იმ ძალებს, რომლებიც ითხოვთ ადამდელი არჩევნების ჩატარებას. და როდესაც გესმით ხელისუფლების მხრიდან ხაზგასმით ეს არგუმენტები. სწორედაც იმიტომ რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სწორედ იმიტომ რომ ქვეყანაში იყოს ერთიანობა, სწორედ იმიტომ რომ მოეღოს ბოლო ამ ურთიერთდაპირისპირებას, რაღაც ჩასაფრებას, ერთმანეთის მოსმენას, სამართალი რო აღდგეს ქვეყანაში, სასამართლოს უნდა ემსგავსოს და რაღაც ნორმალური ცხოვრება დავიწყოთ და იმ კატასტროფიდან გამოსავლის გზები ყველამ ერთად ვეძებოთ, მიუხედავად იმისა, ვინმე პარტიაშია და ვინმე ორიენტაციის არის პოლიტიკურის. აი სწორედ ამიტომ და დატოვოს თანამდებობა მიხეილ სააკაშვილს. ეს არის აუცილებელი. ეს იქნება გარანტი ერთიანობის და ეს არის, არა, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საკმარის. იმის მერე უამრავი საქმე გაქვს, ვაჟოვის ყველას ერთად საკეთებელი. და აქ არ უნდა იყოს რაღაცა ჩემიანები, შენიანები და 4-5 კაცი არ უნდა წვეთდეს ყველაფერს. მაგრამ ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ეს პროცესი, აღშენებლობის პროცესი რეალურად საქართველოში დაიწყოს. ძალიან დიდი მადლობა. შეიძლება იყოს გამოსავალი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვას პირდაპირ ეთერში რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი პასუხობდა. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პირდაპირი ჩართვა, ამჯერად კვლავ საკანონმდებლო ორგანოდან საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრი გურამ ჩახვაძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვას პირდაპირ ეთერში. ბატონ გურამ, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. დღეს თქვენ ფრაქციის თავმჯდომარესთან და უმცირესობის ლიდერთან ერთად ფრაქციის სახელით ასევე მოგეცათ პარლამენტში გამოსვლის საშუალება რამდენიმე წუთის განმავლობაში, ისევე როგორც გია თორთლაძის გამოსვლისას, ასევე თქვენს გამოსვლაშიც უფრო წარმოდგენილი იყო თქვენი ხედვები, თქვენი ინიციატივები, თუ რა იქნება უმჯობესი, რომ განხორციელდეს ქვეყანაში. თქვენც არ ქონიათ კონკრეტული შენიშვნები პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, შენიშვნები ჩვენ ქონდა, ძალიან ყურადღებით უსმენდით ჩვენ პრეზიდენტს. პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ ეს ჩემი გამოსვლაც გამოწვეული არის გარკვეული სპეციფიკით, იმდენად რამდენადაც მე ვარ ეროვნული დემოკრატი და ქრისტიან-დემოკრატებმა დაგვითმეს ჩვენ ეს დრო, ეს 5 წუთი და ჩვენ შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი შეხედულებები თუ ქვეყანაში რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა იაროს ქვეყანა შემდგომში. მე და ჩვენ ველოდით, რომ პრეზიდენტისგან იქნებოდა უფრო კონკრეტული და უფრო მკაფიოდ გამოთქმული მოსაზრებები პოლიტიკური სისტემის შესახებ და თვითონ სისტემური მიდგომასთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ ვერ დავინახეთ და არადა ჩვენი მიდგომა არის ზუსტად ის, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს სისტემა, ეს ეხება პოლიტიკურ სისტემას, ეს ეხება ეკონომიკურ სისტემას, ჯანდაცვის და ასევე სოციალურ სფეროს. რაც ეხება თუნდაც სოციალური მიმართულებით, თუნდაც ეკონომიკის გადასარჩენად ჩამოყალიბებულ ინიციატივებს თუ შეიძლება ასე დავარქვათ, ამასთან დაკავშირებით რა კონკრეტული შენიშვნები გაქვთ? იცით რა არის მთავარი ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული წყობის მქონე ქვეყანა, იქ აუცილებლად უნდა იყოს კონკურენცია და ეს თემა თითქმის ყველა ფრაქციის და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის სიტყვაში გაჟღერდა. ეს არის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, იმიტომ რომ ერთ ვიტყვი, რადგან ქვეყანაში არ არის კონკურენცია, ეს პირველ რიგში ჩვენს მომხმარებელს ურტყამს ჯიბეზე, იმდენად რამდენადაც ფასები არის ხელოვნურად გაზრდილი და პირველ რიგში ზარალდება ჩვენი მოქალაქეები. მეორე ის, რომ დამწყებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც სურდათ შევიდნენ ეკონომიკაში, აწარმოონ ბიზნესი, მათ არ აქვს საშუალება იმის გამო, რომ ეკონომიკა არის მონოპოლიზირებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დებატებისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ ჩვენთვის იყო ძალიან მცირე დრო გამოყოფილი იმისთვის, რომ კიდევ უფრო ცლად ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი შეხედულებები. ამიტომ იმის გამო, რომ პარლამენტს აქვს მთავარი კონსტიტუციური უფლება, რომ განსაზღვროს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ერთი დღე დაუთმოთ, იგივე თქვათ ის ინიციატივა, რაც წარმოადგინა პრეზიდენტმა ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენს გვაქვს ჩვენი შეხედულება ჯანდაცვის სისტემასთან მიმართებაში. ანუ მთავარია, რომ ეს დებატები გაიმართოს, მთავარია, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და მთავარია, რომ ეს პოლემიკა და ეს დებატები იყოს არსობრივი, ანუ თემებთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ ჩვენ დასაქმების გაუმჯობესებას საქართველოში, როგორ ფიქრობთ
ვფიქრობ ჩვენ უმუშევრობის დაზღვევას, რა პოლიტიკა უნდა გავატაროთ დევნილების მიმართ, რა პოლიტიკა უნდა გატარდეს იგივე ჯანდაცვის სფეროში და ეკონომიკაში და ანუ ის საკითხები, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ, აღელვებს და რაზეც მზად უნდა იყოს პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკოსი, რომ გასცეს პასუხი და მერე უკვე არჩევანი არის საზოგადოებაზე, თვითონ ჩვენს ამომრჩეველზე, ჩვენს მოქალაქეებზე და ეს არის ნორმალური პროცესი. დიახ. ბატონ გურამ, მხოლოდ 2005 წელს იყო, როდესაც ამ ხელისუფლების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო პარლამენტში დებატებს და ეს იყო დღეს. თუმცა თქვენ მანამდე არ ყოფილხართ ახლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პარლამენტის წევრი, თქვენ გაქვთ 92 და 95 წლის მოწვევის პარლამენტში მუშაობის გამოცდილი. 19-იც კი. 99, კი ბატონო. ადრინდელ მოსმენებს თუ შევადარებდით, რამდენად იყო განსხვავება და რამდენად მწვავე და კრიტიკული შენიშვნები მოისმინა დღეს დეპუტატების მხრიდან ქვეყნის პირველმა პირმა? მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მწვავე და რაც მთავარია საქმიანი მიდგომა იყო საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. ეს არ იყო უბრალოდ კრიტიკა, არამედ იყო საქმიანი კრიტიკა და იყო ალტერნატივა. რაც შეეხება წინა წლებში, რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკა და ეს ტრადიცია არსებობდა პარლამენტში. ჩვენ გამოდიოდით, მაშინდელი პრეზიდენტი მოდიოდა და ის ბოლომდე რჩებოდა, ანუ ისმენდა ჩვენს, რა ვიცი, კრიტიკულ გამოთქმებს თუ შენიშვნებს და მე მგონი ეს კარგი იყო. თუ ახლა ეს დავბრუნდით ისე ამ რეჟიმში, როდესაც პრეზიდენტი გამოდის თავის გამოსვლით და არტოვებს დარბაზს, ისმენს და შემდეგ კომენტარებს აკეთებს, პირიქით ეს ჯანსაღი პროცესია ჩემის აზრით. და პირიქით საქმეს წაადგება, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. კარგად გზანდებოდ. დიდი მადლობა. პირველი თემის შეკითხვას პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან დეპუტატი გურამ ჩახვაძე პასუხობდა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კიდევ ის შეფასებები, რომელიც გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის შემდეგ და სწორედ ამ კომენტარების შემდგომ ჩვენ სტუდიას დავუთმობთ უმრავლესობის წევრს გიგი წერეთელს. მე პრეზიდენტის გამოსვლას აღვიქვამ არა როგორც შეფასების ობიექტს, არამედ ჩემთვის დავალებების მიღებას. მადლობა. უამრავი ნახეთ. მიუხედავად 2008 წლის ტრაგედიისა, შექმნა ის სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო რუსეთის აგრესიას, უძლებს რუსეთის ოკუპაციას და აქვს გეგმები იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო გაიყვანოს ღირსეულ ცხოვრების დონეზე, გაანთავისუფლოს ქვეყანა რუსეთის ოკუპაციისგან და მიიყვანოს ჩვენი ევროინტეგრაციის კურსი ლოგიკურ ბოლომდე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები იქნა გაჟღერებული, რომელიც ძირითადად შეეხება სოციალურ სფეროს, შეეხება ადამიანების ჯანმრთელობას, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია, იმიტომ რომ თუ ხალხი არ იქნა ჯანმრთელი და კეთილდღეობა თუ არ იქნა, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს რამეზე საუბარს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მე ვფიქრობ, ასევე მან მიმართა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და კიდევ ერთხელ დადასტურდა უკვე საპრეზიდენტო დონეზე, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მთავრობისა არის სამუშაო ადგილები. წელიწადში 19 ლარა და 80 თეთრად ერთ ადამიანს შეუძლია შეიძინოს პაკეტი, რომელსაც სახელმწიფო თანადაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს თანადაფინანსების შემთხვევაში ექნება ძალიან დიდი მოცულობა. ეს არის როგორც ტრავმა, ასევე გადაუდებელი სამედიცინო მოხმარება და პოლიკლინიკური დახმარების ძალიან დიდი ნაწილი. ყველაზე მთავარი რაც იყო სიტყვაში, ეს იყო გამოერთიანებელი, ქვეყნის გამოერთიანებელი სიტყვა. და ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ აი ამ სირთულეებში ჩვენ ვიყოთ ყველა ერთად ერთიანი და ერთიანი ამოცანებით მოქმედებდეთ. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა არის 2009 წლის პრიორიტეტი, ხალხი უნდა დავაბინაოთ, გაუფორმოთ საკუთრებაში სახლები, ვისაც არ აქვს და ვინც ქირით არის იმას ან ბინაჩვენებლობის კუთხით, ან რაც ასე ვთქვათ, მათთვის მისაღები იქნება იმ კუთხით, რომ უზრუნველყოთ მათი დაბინავება და მათი დაკმაყოფილება. ეს არის მთავარი საქმე. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ვიცე-სპიკერი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგი წერეთელი. საღამოშვიდობის ბატონო გიგი. გამარჯობათ. ფრაქციის სახელით დღეს სანამ გამოვიდოდა პეტრე ცისკარიშვილი, გოკა გაბაშვილი წარსდგა სიტყვით და მან ასე დაიწყო თავისი გამოსვლა, რომ უმჯობესია ოპოზიციამ არ დაიწყო საპარლამენტო ოპოზიციამ შავი კატის დევნა ბნელ ოთახში, რადგან ისინი გასაკრიტიკებელს მაინც ვერაფერს იპოვიდნენ. რატომ პრეზიდენტის წინ წარმოდგენილი ინიციატივები არ იმსახურებს კრიტიკულ შენიშვნებს თუ ოპოზიციას არ შესწევდა დღეს უნარი მწვავე კრიტიკის? მოდით მე დავიწყებ ძალიან მოკლედ საუბარს იმ ფორმატზე, ამას ხო შორის ყველა შეეხო, რომელიც დღეს იყო და მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი და ადეკვატური ფორმატი იყო დღეს ესეც კონსენსუსის საფუძველზე, გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, ჩვენ ბოლო
დრომდე ჯობდით ოპოზიციასთან ერთად, როგორ ყოფილიყო განაწილებული დრო, მაგალითად, მაქსიმალურად ყველა შეძლებოდა თავისი აზრის გამოხატვა და თუმცა ეს გადაწყდა ბოლოს და მანამდე უმრავლესობა იყო საკმაოდ კატეგორიული ოპოზიციის ამ ინიციატივის პასუხი. კატეგორიული ნამდვილად არ იყო. მე მაგალითად რამდენიმე დღის წინ ღია ეთერით დავეთანხმე იმას, რომ პრეზიდენტი ძალიან სწორი იქნებოდა და დარჩებოდა ბოლომდე, მოусმენდა ყველა იმ საკითხს, რაზეც იყო საუბარი, იქნებოდა ეს სასიამოვნო თუ არა სასიამოვნო და გაცემდა შემდეგ კითხვის პასუხს. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტმა არც ერთ კითხვას არ არის და თავი პრაქტიკულად რაც დაისვა მწვავე კითხვა და ძალიან ბევრი იყო ასეთი და მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისეთ თავი შეიკავეს კრიტიკისაგან. შესაძლებელია ეს იყო გაცილებით უფრო ესეთი მაღალი დონის პირდაპირ ვიტყვი კორექტული გამოსვლები, სადაც შეიძლება ძალიან კარგად ნორმალური სიტყვათა წყობით ახსნა შენი პოზიცია და იყო ძალიან მწვავე, ძალიან კრიტიკული და ეს პროცესი მე ვფიქრობ წარიმართა საკმაოდ საინტერესოდ, კარგად, დემოკრატიულად და ეხლა თუ ვინმეს ჩვენ არ საუბრობთ ხა იმ ხალხზე, ვისაც აპრიორულად არ მოეწონება ეს ყველაფერი. ბატონო, თქვენ ბრძანებთ, რომ იქნება უარყოფითად განწყობილი. რამდენად იქნება გათვალისწინებული ქვეყნის პირველი პირის ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ის შენიშვნები, ის ინიციატივები, რაც დღეს წარმოადგინა ოპოზიციამ? ჯერ ერთი უნდა ვთქვათ, რომ სპექტრი იყო ძალიან დიდი საკითხების. ბუნებრივია ეს იყო ქვეყნის უსაფრთხოების თემა და ჩვენი ტერიტორიების საკითხი და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი დღეს, თუმცა ძალიან ნათლად და მკაფიოდ იყო გაცხადებული პოზიცია. არა მხოლოდ იყო სასამართლო რეფორმაზე საუბარი, კვლელობებზე გახმაურებულ კვლელობებზე იყო საუბარი, მაგრამ იყო ნათლად გაცხადებული, რომ ბუნებრივია ეს არ არის ბრძოლის დასასრული და ეს ბრძოლა გრძელდება, ეს არ არის ლიტონის სიტყვები, რა თქმა უნდა გრძელდება ძალიან სერიოზულად და საკმაოდ კარგი ისტორიული მაგალითებიც იყო მოყვანილი. მთავარი რაც ასევე ითქვა და რაც მე დავინახე, ცოტა როგორ გითხრათ, მე და ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა, უმრავლესობის წევრებიც ჩვენ არა ვართ იმ თავითვე მომზადებული იმისთვის, რომ ყველაფერი უნდა მოგვეწონოს, საკმაოდ კრიტიკულად შეიძლება შევხედოთ, მაგრამ რაც იყო ყველაზე მთავარი ჩემთვის დასანახად, მე მინდოდა მენახა პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც გზნობს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში და ხედავს ასევე გარკვეულ გამოსვლას. მე ვფიქრობ, რომ მე ეს დავინახე კონკრეტულად დღეს შექმნილი პრობლემებიდან, რაც არის ყველაზე მთავარი, ეს არის ეკონომიკური კრიზისი და მოსალოდნელი სირთულეები ჩვენი მოსახლეობისთვის და ძალიან დიდი ნაწილი გამოსვლის და საერთოდ ამ პროგრამის, რომელზეც იყო საუბარი და ხედვის ეძღვნებოდა სწორედ ამას, როგორ მოახერხოთ ჩვენ, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები. მაგრამ პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი. დრამატულად ბიზნესის განვითარება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არ არის ეკონომიკური კრიზისი, არის ეკონომიკური რეცესია. მაშინ რითი ვხდით იმას, რომ გაიზარდა მკვეთრად უმუშევართა რაოდენობა, პრობლემები შეექმნა ბიზნესსაც, უძრავი ქონების ბაზარს, უჭერს იმ ფენას, რომელსაც ჰქონდა საბანკო კრედიტებს, თავად პრეზიდენტმაც განაცხადა დღეს. ხა ჩვენ მაშინ კი ბატონო, ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ვისაუბროთ. მე ვფიქრობ, სწორად განცხადდა, რომ დღეს არ არის კრიზისი. კრიზისი გახლავთ სხვა რა. დღეს არის რთული მდგომარეობა, რეცესია რაც არის მთელ მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს მინდა გითხრათ, კიდევ უფრო ადვილად გადაიტანა და გადააქვს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმედი მოხს ასე იქნება, ვიდრე ზოგიერთი კიდევ უფრო მდიდარი და განვითარებული ქვეყანა. მე მაგალითად აი განვიხილოთ, რამდენიმე ხნის წინ მომიწია, თქვათ, ყოფნა ბელგიაში. ბელგიაში გაკოტრდა ორი უზარმაზარი ბანკი, რომელიც იყო ყველა ეს დიდი ბანკი, თქვათ, საცალოს და ისედაც დექსია და ფორტისი. გაკოტრდა და ისინი შეისყიდა ერთ-ერთმა ფრანგულმა ბანკმა. ხა საქართველოში საბედნიეროდ პატარა ეკონომიკის პირობებში, მცირე მოცულობის პირობებში და ასე შემდეგ და საერთაშორისო ძალიან სერიოზული დახმარების პირობებში და ასე ვფიქრობ, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის პირობებში აი ეკონომიკური სირთულეების დროს ჩვენი ბანკები, ხა არ მინდა რაღაც ვინმე ასე ვთქვათ, წინასწარ ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ჯერჯერობით არიან ასე ვთქვათ ფეხზე მყარად და შედარებით ეს მარტივად გადააქვს. და ნუ ვიტყვით ახლა დღეს კრიტიკა იყო სხვა შორის და პრეზიდენტმაც და ჩვენც ადეკვატურად ვფიქრობთ ამას სტატისტიკურ სამსახურებთან დაკავშირებით. ახლა ნუ ვიტყვით რომ ახლა ჩვენ დრამატულად გაგვეზარდა ჯერჯერობით უმუშევართა რაოდენობა და სხვა თუ სხვა. ღმერთმან უკრას რომ ეს ასე მოხდეს. ეს რომ ასე არ მოხდეს, ამიტომ არის სწორედ მინიმუმ 2 მილიარდამდე მეტი ქვეყანაში 2 მილიარდამდე მეტი ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურულ პროექტში. გზები მაგალითად პრობლემა ისედაც მწვავედ იდგა ქვეყანაში და როდესაც ამას ემატება კიდევ რამდენიმე ათასი უმუშევრად დარჩენილი ადამიანი და მოდით ჯერ დავასრულებ ჩემს ის ყველა პროექტი, რასაც იყო საუბარი, მაგალითად ინფრასტრუქტურულ პროექტებში მილიარდების
ჩადება, ხო? ეს ხო არ არის მარტო ერთი ამონაგები, რომ სადღაც გზა გაკეთდეს, ან ავტობანი და ბევრი სხვა რამ. ამას აქვს უამრავი დამაკავშირებელი, სხვა საქმე, სხვა ბიზნესი, მშენებლობა იქნება ეს თუ სხვა, სადაც ათასობით და 10,000-ობით ადამიანია დასაქმებული. ამიტომ ეს არის დღეს მთავარი, ჩემი აზრით და მთავარი ეს, რომ ჩვენი ესეც მნიშვნელოვანია, რომ შიდა პოლიტიკური განხეთქილების, ერთმანეთის დაპირისპირების ფასად, ასე ვთქვათ, არ დავაზარალოთ კიდევ უფრო და კიდევ უფრო მეტი საფრთხე არ შევქმნათ ისედაც საფრთხის მქონე ქვეყანას. ამიტომაც მე მაგალითად აი საკითხი და მნიშვნელობა ხო ძალიან გამიხარდა, როცა პრეზიდენტმა ისაუბრა საკმაოდ ვრცლად მაგალითად ჯანდაცვას. და ცოტა ხნის წინ ჩვენ გქონდა პარლამენტში საუბარი, როცა თავრობა იყო მოსული ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ეს საკითხები დაისვა, მეც გამოვედი მაშინ ამ საკითხზე და ყველას აწუხებდა მაგალითად ახალი პროგრამების პირობებში დარჩენილია იგივე საშუალო ფენა, რაზეც დღეს იყო საუბარი, ანუ ხარებები, რომლებიც მაქსიმალურად დღეს არიან დაცული თქვა ჯანდაცვის კუთხით და არიან შეძლებული ადამიანები, ისე შეუძლიათ საკუთარი ჯანდაცვის რისკები მართოს. არის საშუალო ფენა ძალიან დიდი, რომელსაც არ შეუძლია შეწვდეს ძვირადღირებულ ჯანდაცვას და არც სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს. ახლა გაჩნდა ახალი ინიციატივა, მივესალმები, რომ იყოს მცირე, ასე ვთქვათ, ფასიანი სადაზღვევო პროდუქტი და ყველას კონდეს სახელმწიფო თანადაფინანსების პირობებში საშუალება, რომ დაეზღვიოს და დააზღვიოს თავისი ოჯახი და ამით კატასტროფული ხარჯები აეცილოს თავიდან. ახლა ვიღაც უსმენდით, რომ პრეზიდენტმა ძალიან დიდი დრო დაუთმო ჯანდაცვას და ასე. რას ქვია დიდი დრო დაუთმო? უნდა დაუთმოს. დღეს ეს არის ძალიან სერიოზული თემა, ძალიან მძიმე. მე დღის განმავლობაში მიხდება უამრავი ადამიანის ბედთან ასე ვთქვათ, რაღაცა შეხვედრა, რომელიც გამიჯნა როგორ მოხდება და მათ ჭირდება დახმარება, ბატონო? გამიჯნა როგორ მოხდება ამ ადამიანებს? ის უნდა ისარგებლოს ამ დაზღვევის ამ პროგრამით. ეს პირობები, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდება, მაგრამ ეს უნდა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს დაეზღვიოს, ვინც გადაიხდის მცირე დანაგადახდას, დანარჩენს მას დაუფარავს სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ყველაფრის მომცველი, მაგრამ იქ სადაც ჩვენ შეგვექნა დეფიციტი გარკვეული, ეს არის გადაუდებელი დახმარება. ეს არის პოლიკლინიკა პირველადი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ამით ბუნებრივია პოლიკლინიკურ სექტორსაც ეს თანხები დაეხმარება, ტრავმა და ასე შემდეგ. გარკვეულად ეს შეზღუდული პაკეტია, თუმცა თუ ვინმეს მეტის გადახდა შეიძლება სადაზღვევო სისტემამ უნდა მიცეს ამის საშუალება. ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი მთავარი საერთოდ. სავარაუდოდ რამდენ ადამიანს მინდა თქვა ერთი აქ საუბარი ხა მე რა მინდა იცით მოგახსენოთ ჩვენ რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ ამ სისტემის განვითარებას. ჩვენ კი არ უჭერთ ხარს კონკრეტული კომპანიების ბიზნეს მოგებებს, მაგრამ უნდა იყოს სისტემა ისეთი, რომელიც საშუალებას იძლევა ბევრ ადამიანს. საშუალოდ რამდენ ადამიანზე შეიძლება იყოს გათვლილი და როდიდან შეიძლება ეს პროგრამა იცით ეს არის უკვე ძალიან კონკრეტული საკითხები, რომელსაც ალბათ თავრობა გაცემს პასუხს. მე ვფიქრობ, რომ აქ იქნება ალბათ გათვლა რამდენიმე ასეულ ათას ადამიანზე, რაც უფრო მეტი ადამიანი შევა ამ სისტემაში. და სხვა შორის ეს ხალხმაც უნდა გაიგოს, რომ და ეს კულტურაც სადაზღვევო უნდა ამაღლდეს, ისინი მივიდნენ, მიაკითხონ, ისარგებლონ ამ სერვისით. რაც მეტი ადამიანი მივა, მე მინდა დაგარწმუნოთ, მეტი იქნება ეს, ასე ვთქვათ, თანხა, რაც მოხმარდება თითოეული ადამიანის საჭიროება. შეიძლება ვიღაცას არ დაჭირდეს 2 წელი, 3 და ღმერთმა არ დააჭიროს, მაგრამ ვისაც დაჭირდება, ის მიიღებს სწორედ ამ დახმარებას და ეს არის ახლა ძალიან სწორი და ანუ თქვენ პრეზიდენტთან ერთად პირობას აძლევთ მოსახლეობას, რომ ეს აუცილებლად განხორციელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივა. და ეს არ დარჩება იმ დაპირებების მსგავსად, რომელიც უკდებად მიხელ სააკაშვილის 2005-2006-2007 წლის ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასე მოხდეს და პრეზიდენტმა დღეს სხვა შორის ძალიან ბევრ საკითხზე რაც მე მესიამოვნა ოპოზიციას ვფიქრობ გაუწოდა ხელი. მიუხედავად ძალიან მწვავე კრიტიკისა, მან მიიღო ბევრი საკითხი და თქვა, რომ აი აქ პირობითად სასამართლო სისტემა აქ ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმები და ეს უნდა გავაკეთოთ და კონკრეტული ნაბიჯებზეც იყო საუბარი. იყო სხვა საკითხებზე კი ახლა. კი ბატონო, კიდევ საინტერესო მე ჩამოთვალე რამდენიმე გამოსვლა მიხელ სააკაშვილის. მე თან მაქვს ამონარიდები მიხელ სააკაშვილის 2005-6-7 წლის გამოსვლებიდან, თუმცა დეტალურად ამას აღარ ჩამოყვები, იმიტომ რომ დროც არ აქვს. მაგრამ რატომ ვერ შესრულდა აქამდე ის კონკრეტული გეგმები, რაც იყო ნახსენები თითქმის ყველა პროგრამაში და დასახული იყო პრიორიტეტულ ამოცანად. კი ბატონო, მაგალითად სიღარიბის დაძლევა. 2001 შეიძლება ბატონ გიგი. სიღარიბის დაძლევა ხა თქვენ როგორ მიგაჩნიათ? ეს ისეთი ადვილად მისაღწევი თემაა, რომ
თქვა 7 წლიდან 2008 წლამდე სიღარიბე დაძლეული იქნებოდა. გასაგებია, მაგრამ 2006 წლის გამოსვლაში სააკაშვილი ამბობდა, კი ბატონო, მოდით ამ კონკრეტულ სიღარიბე შეეხეთ თქვენ, ხო? ბატონო, და თუ პრეტენზია, ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ 2 წლის განმავლობაში საქართველოს სიღარიბე არ დაიწყო. კითხვას დავსვამ, თუ შეიძლება, ბატონო. კი ბატონო, გასაგებია, რომ ქვეყანამ გადაიტანა ომი. ბატონო, იმის გამო რომ მილიონი, აი მაგალითად თუნდაც ჯამბა. ერთი წუთი თუ შეიძლება კითხვას დავსვამ. ბატონ გიგი, თუ შეიძლება. დამასრულებინეთ. 2006 წლის გამოსვლა ვახსენე, რომელშიც იყო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2009 წელს ქვეყანას ექნებოდა დაძლეული სიღარიბე. კი ბატონო, 2009 წელს შევხვდით საკმაოდ რთულ პირობებში. ქვეყანამ გადაიტანა ომი, არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ სიღარიბის დაძლევა ასევე გასულ წელს 2008 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ემზადებოდა არჩევნებისთვის. ეს იყო ასევე მთავარი პრიორიტეტული პროგრამა. რამდენიც შემცირდა მაშინ სიღარიბე, თუ თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ძალიან რთულად დასაძლევი პრობლემა. სტატისტიკას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულად შემცირდა. თუკი ჩვენ სიღარიბის კრიტერიუმის, ახლა საზოგადოებაში სიღარიბის კრიტერიუმის აღქმა არის სხვადასხვაგვარი. არსებობს, ახლა მაგალითად პირობითად გეტყვით, რომ მე მყავს შეიძლება ნაცნობები, რომელსაც არ აქვს შემოსავლები, თავს თulen ღარიბად, მაგრამ შეიძლება გქონდეთ რაღაცა ქონება, ან კარგი სახლი გქონდეთ, ძველი დანატოვარი და სხვადასხვა. მე მინდა გითხრათ, რომ სოფლიოში სიღარიბის კრიტერიუმად მიჩნეულია შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, ვთქვათ, ეს არის სულ სიღატაკე არის $1 თვეში დაახლოებით ამის ეკვივალენტი და სიღარიბის ზღვარია სადღაც $2 ეკვივალენტი. ანუ სადღაც პირობითად ვთქვათ $60 თვეში ეს არის უკვე სიღარიბის ზღვარი. მე ნამდვილად შორს ვარ იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობა დღეს კარგად ცხოვრობს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გაცილებით მე ადამიანს, ვინც იყო უკიდურეს სიღატაკეში ამ წლების განმავლობაში, აქვს მეტი სახელმწიფო დახმარება, მეტი სუბსიდია, სხვა შორის ამ წელიწადს კიდევ გაიზარდა მათი დახმარებები და აქვს ჯანდაცვა. ჯანდაცვა არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დიდი საფრთხე გაღარიბების ნებისმიერი ადამიანის. ამიტომ ამ კუთხით თუ ვისაუბრებ, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა წინ და მე მართლა მიხარია, რომ აი ამ ტიპის რეფორმის მონაწილე ვარ და შეიქმნა უპრეცედენტო სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ მიზნობრივი დახმარებების და ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელიც შეძლებს უნივერსალურად ყველას მიცეს თანაბარი დახმარება. ეს არის წარმოუდგენელი. ამიტომ ჩვენი მიზანია ყველაზე რთულ მდგომარეობაში ყოფი ადამიანები დიდ რებს უნდა მიეცეს საშუალება და დასაქმება სწორედ ეს არის, რომ მეტი დოვლათი შექმნან, მეტად გამდიდნენ, მეტი ხალხი დაასაქმონ და აი დღეს ძალიან აქტიურად იყო სწორედ საშუალო ფენის თემა, რომელსაც ყოველთვის ყველა საზოგადოებაში ყველაზე მეტად უჭირს ხოლმე და ჩვენი აქცენტი არის მიმართ აი ეს თქვა ჯანდაცვის ახალი ინიციატივა სწორედ საშუალო ფენაზეა მიმართული. ფენა, რომელსაც დღეს განსაკუთრებით უჭირს და განსაკუთრებით ჭირდება დახმარება დევნილები. მოდით მე აღარ განვავრცობ ისევ თუ რა იყო ადრე დასახული პრიორიტეტებად, რა საკვირველია იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გასაგებია, რომ სხვადასხვა გარემოების გამო აგვისტოში იყო სამხედრო აგრესია, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ადრეც იყო ნახსენები პრეზიდენტის გამოსვლებში, რომ ქვეყანას უნდა გამოეჩინა მაქსიმალური მოთმინება პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად. მოხდა ისე, რომ ეს პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან და იმ დევნილებს, რომლებიც აქამდე ყავდა საქართველოს სამხრეთ ოსეთიდან თუ აფხაზეთიდან, კიდევ დაემატა რამდენიმე ათასი ადამიანი. რა მდგომარეობაში ცხოვრობენ დღეს ისინი? პრეზიდენტი აცხადებს, კი ბატონო, რამდენიმე მოკლე შუალედში ზამთრის დადგომამდე მოხერხდა მათთვის საცხოვრებ თავშესაფრის მოძებნა, თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ ისინი ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ძალიან მძიმე პირობები არის, თავარი ეს არის ბუნებრივია მათი სულიერი მდგომარეობა და ძალიან ძნელი ადამიანმა წარმოიდგინოს ცოტა ხნით მაინც მოვწყვიტონ შენს სახკარს და გიხდებოდეს, თქვა, სხვა ადგილას ცხოვრება და ასე შემდეგ. ეს არის ალბათ ყველაზე მძიმე განცდა, თუმცა აქვე მინდა ვთქვა და ეს ადამიანები არიან საოცარი ადამიანები, მე ხშირად ხვდები მათ. მათ აქვთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მუხტი იმედის და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სიყვარულიც ალბათ თავისი ქვეყნისაც, გული არავის არ გაუტეხავს, არ გაუტეხია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენთვის დღეს მთავარი ამოცანა, სწორედ შევინარჩუნოთ აი ეს სულიერი სიმტკიცე და რა მინდა ვთქვა, იცით? მაქსიმუმი ხელისუფლების მხრიდან ამ ადამიანების დასახმარებლად. მატერიალიზებულ თემას შევეხები, ეს არის ვთქვათ მათი საყოფა ცხოვრება მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე რამ მოხდა. არავის არ სურდა ეს ომი და რა თქმა უნდა, თეორიულად ყველაფერი შეიძლებოდა თავიდან აცილება და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს არის ეს ფაქტი. დიდმა სახელმწიფომ შემოუტია საქართველოს, იყო აგრესია, იყო ომი და დღეს გარკვეულ ტერიტორიებზე ახორციელებს კონტროლს.
ჩვენ გვყავს დევნილები. სახელმწიფომ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალური გააკეთა მართლაც. ყველა ადამიანი, ვინც ჩამოდის, უცხოელი სტუმარი ექსპერტი, მართლაც გაკვირვებას ვერ მალავს, როცა ამდენი რაოდენობის, თქვა, სამშენებლო პროცესი ასეთი მასშტაბის წარიმართა და ძალიან ბევრი და უმეტესობა დღეს ამ ზამთარს შეხვდა, ასე ვთქვათ, ჭერქვეშ და კიდევ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნას. მე კომფორტული ვამბობ, სულთა ესეთი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და ეს პროცესი გაგრძელდება და ამაში ძალიან ბევრი თანხა დღეს ბიუჯეტიდან არის გათვალისწინებული და ასევე რაც ყველაზე მთავარია ამ ადამიანებმაც იმ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თუ დასაქმების პროგრამებში, რაზეც არის საუბარი, უნდა იპოვონ თავისი ადგილი. ეს ადამიანები უნდა იყვნენ ჩართული ჩვენი საზოგადოების ყველა პროცესში. მე დავასრულებ ძალიან მოკლედ დავასრულებ, მე მაინც ვფიქრობ, რომ თავარი მაინც ჩვენთვის არის განცდა იმისა, რომ აი იყო გაერთიანებაზე საუბარი. მაინც ეს იყო მოწოდება. აი გარკვეულად სიმწავლეს და კონსტრუქტივს, რა დემოკრატია ბუნებრივია გულისხმობს ძალიან მწვავე დისკუსიასაც, მაგრამ რაღაცა ისეთი აპოკალიფსური სურათის შექმნა, როგორც ზოგიერთს უნდა დღეს ეს ნამდვილად არ არის სწორი. და არც საზოგადოებას არ ჭირდება ამაში აუცილებლად ასე დარწმუნება, რომ უნდა დაინგრეს ქვეყანა. არა, ქვეყანა უნდა გადარჩეს, გადარჩა და უნდა წავიდეს წინ. ამისთვის უნდა ვიზრუნოთ ყველა. თუ ჩვენ ვერ გავაკეთებთ ამას, მოვიდეს ხო, ვინც ამას უკეთ გააკეთებს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში. ეს იყო ძალიან ნაკლი ხედვა და მე ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ შევეცადოთ, კი ბატონო, ახლა ვის აქვს ამბიცია, ვის არ აქვს ამბიცია, მაინც შევეცადოთ, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა და წავიყვანოთ წინ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი. ამით პირველი თემა დასრულებულია. რამდენიმე საათიანი პარლამენტის ხდომის შემდეგ ასეთი იყო დღევანდელი დღის შეფასებები. მე გეტყვით ერთს, რომ დღეს პარლამენტის ხდომის პირდაპირ ტრანსლაციის გამო პირველი არხის ეთერში ზუსტად 22 საათზე ვერ გავიდა. გადაცემა ცხოვრება მშვენიერია, ნინო ქაჯაიას საავტორო გადაცემა ეთერში გავა კვირას, ზუსტად 22 საათზე. ჩვენ კი მე კი ზუსტად სამშაბათამდე დაგემშვიდობებით ჩვენ ერთმანეთს ტრადიციულად ამ სტუდიაში 23 საათზე შევხვდებით მომავალ შეხვედრამდე.